ძმებო, ყველას ინტერესი წვეს წლის ერთ-ერთი ყველაზე დიდი დაპირისპირება ისლამ მახაჩევისა და ჯეკ დელა მადალენას ბრძოლა UFC 322-ზე. ეს ორთა ბრძოლა, რომელიც გაიმართება 16 ნოემბერს ნიუ-იორკში, შეერთებულ შტატებში, უკვე მიიჩნევა წლის ყველაზე მოსალოდნელ დუელად. საქმე ეხება ნახევრად მსუბუქი ველტერ წონის ტიტულის ბრძოლას. და როგორც ჩანს, MMA-ის სამყაროში უკვე დაიწყო დისკუსია თუ ვინ შეძლებს გამარჯვებას ამ ორი მონსტრის დაპირისპირებაში. მრავალი ყოფილი ჩემპიონი და ექსპერტი უკვე აძლევს საკუთარ პროგნოზებს. მათ შორისაა ყოფილი საშუალო წონის ჩემპიონი სამხრეთ აფრიკიდან, დრიკუს დიუპლესისი, რომელმაც თავის ბოლო ინტერვიუში განაცხადა, რომ მაჰაჩევი არის ყველაზე დომინანტი მებრძოლი თანამედროვე ეპოქაში. მისი სიტყვებით, მაჰაჩევმა დაამტკიცა, რომ შეუძლია ნებისმიერ მოწინააღმდეგეს ძლიოს, მიუხედავად წონის კატეგორიისა. თუ მაჰაჩევს და დელა მადალენას შევადარებთ, ჩემი აზრით ისლამი სრულიად სხვა დონეზეა, თქვა დიუპლესისმა. ის ყველა მოწინააღმდეგეს ამარცხებს და უკვე დაამკვიდრა თავისი სახელი როგორც ერთ-ერთი უდიდესი. ზოგს გონია, რომ ჯეკი უფრო დიდია და მას ფიზიკური უპირატესობა ექნება, მაგრამ მე ასე არ ფიქრობ. მაჰაჩევი იძენს მასას სწორი მეთოდით, ნელა სტაბილურად, ტექნიკურად გამართულად. დიუპლესისის თქმით, მაჰაჩევის ყველაზე დიდი უპირატესობა სწორედ ის არის, რომ მან დიდი დრო დაუთმო ახალ წონასთან ადაპტაციას. არ იჩქარა, არავიდა ზედმეტად სწრაფად და ახლა მისი ფიზიკური ფორმა შთამბეჭდავია, ძლიერი, გამძლე და ძალიან ენერგიული. დამიჯერეთ, გულით მინდა რომ მადალენა მოიგოს, დაამატა დიუპლესისმა ღიმილით, მაგრამ სიმართლე ვთქვათ, მე თავად არასდროს მსურს მაჰაჩევთან ბრძოლა. ის საშიშია, როდესაც ის გებრძვის, შენ უბრალოდ არ გაქვს დასვენების მომენტი. ის გეკაჩავა, გაკონტროლებს, გაძრობს ენერგიას ყოველი წამით. ამასთანავე სრულიად განსხვავებული აზრი გამოთქვა ამერიკელმა ვარსკვლავმა, მსუბუქი წონის ყოფილმა დროებითი ჩემპიონმა, დასტინ პუარიემ. მისი აზრით, მაჰაჩევის ფიზიკური ტრანსფორმაცია შთამბეჭდავია, მაგრამ ეს ორთა ბრძოლა მთლიანად დამოკიდებული იქნება დელა მადალენას თავდაცვაზე და გრაპლინგის უნარებზე. ისლამი დიდი ბიჭია, მას წონის კონტროლი ყოველთვის იდეალურად გამოსდის. მას არ ჭირდება წლების განმავლობაში კუნთების აშენება, რომ ახალ კატეგორიაში გადავიდეს. ახლა ის ნამდვილად გამოიყურება როგორც ნამდვილი ველტერ მებრძოლი, რომელიც თავს შესანიშნავად გრძნობს ამ წონაში. თუმცა პუარი ამატებს, რომ მხოლოდ ზომა ვერ გადაწყვეტს გამარჯვებულე. თუ მაჰაჩევი გაკარგავს პოზიციას ნიადაგზე, ან ვერ შეინარჩუნებს კონტროლს, მადალენას დარტყმების სიზუსტე შეიძლება კატასტროფად დაუჯდეს რუს მებრძოლს. ჯეკს აქვს ძალიან მკვეთრი ხელები და სწრაფი კომბინაციები. თუ ის შეძლებს ყოველჯერზე ადგომას და სკრამბლში დაბრუნებას, მაჰაჩევი აღმოჩნდება სიტუაციაში, სადაც წნევა და სიცხარე მას ნელ-ნელა დააშლის. აი ეს ხსნის ამ დაპირისპირებას ისეთ დაუნდებელ და ინტერეს შოუს. ერთი მხარეს დგას დაღესტანური სკოლა, თავისი სუფთა კონტროლით, მიცაზე მტკიცე პოზიციით და გამძლდელობით, მეორე მხარეს კი ავსტრალიული სკოლა, თავისი ტექნიკური სიზუსტით, სტრაიკინგით და საბრძოლო ინტელექტით. დიუპლესისი ფიქრობს, რომ მაჰაჩევის გრაპლინგი გახდება გადამწყვეტი ფაქტორი, ხოლო პუარიე დარწმუნებულია, რომ მადალენას გამძლდელობა, სწრაფი რეაქცია და ფეხზე დარტყმების ძალა შეიძლება ნამდვილი სიურპრიზად იქცეს რუს მებრძოლს. ახლა კი კითხვა რჩება, შეძლებს თუ არა ისლამ მაჰაჩევმა დაუმარცხებელი სტატუსის შენარჩუნება ახალ წონით კატეგორიაში. თუ ჯეკ დელა მადალენა გახდება ადამიანი, რომელიც მსოფლიოს შეარყევს ნიუ-იორკში თავის სენსაციურ გამარჯვებით. დაწერეთ კომენტარებში, რას ფიქრობთ თქვენ? ვინ მოიგებს ამ ბრძოლას? დისციპლინა თუ ქაოსი? ახლა მოდი, უფრო ღრმად ჩავყვეთ ამ ორთა ბრძოლას, ტაქტიკურად, ფსიქოლოგიურად და სტრატეგიულად. პირველ რიგში ისლამ მაჰაჩევი. ეს არ არის უბრალოდ მებრძოლი, ეს არის სისტემა. მთელი დაღესტნური სკოლა დგას მის ზურგს უკან, სადაც წლების განმავლობაში მუშავდებოდა სრულყოფილი კომბინაცია: სამბო, ჭიდაობა, გრაპლინგი და კონტროლი. მაჰაჩევი ორთა ბრძოლის დაწყების პირველივე წამიდან ქმნის წნევას. მისი მიზანი მარტივია: გაგტეხოს ფსიქოლოგიურად, დაგაცალოს ენერგია და დაგტოვოს სივრცის გარეშე. ის არასდროს ჩქარობს. ისლამი მოქმედებს როგორც კომპიუტერი, აკვირდება შენს შეცდომას, შემდეგ კი ნელ-ნელა იწყებს შენს დაშლას. რაც უფრო დიდხანს გრძელდება ბრძოლა, მით უფრო ძლიერი ხდება ის. ამაშია მისი საშინელი ძალა. ის არასდროს კარგავს ფოკუსს. მისი თამაში დაფუძნებულია მოთმინებაზე და დისციპლინაზე. ახლა კი მეორე მხარეს. ჯეკ დელა მადალენა. ეს ბიჭი ავსტრალიიდან არის ნამდვილი ვულკანი, რომელიც აფეთქებისთვის მზადაა. მისი სტილი სრულიად განსხვავებულია მაჰაჩევისგან. სადაც ისლამი იყენებს კონტროლს და ჭიდაობას, ჯეკი ბრწყინვალედ ფლობს დარტყმების ხელოვნებას, სწრაფი, სიზუსტით გამორჩეული და ძალიან ტექნიკური სტრაიკინგი.
მისი კომბინაციები ხშირად მთავრდება სერიოზული ზიანით. დელა მადალენა არასდროს ნებდება წნევის ქვეშ. მას უყვარს ქაოსი. სადაც სხვები კარგავენ კონცენტრაციას, ჯეკი იწყებს დომინირებას. სწორედ ამიტომ მისი მეტაკები ბევრისთვის არის ტექნიკური ქარიშხვალი. ის იყენებს მარცხენა ჯებს, დახურულ დისტანციაში ბოდიშებს და ფლობს ისეთ ტემპს, რომელიც ნებისმიერი მებრძოლისთვის მძიმე გამოცდაა. მაგრამ ახლა წარმოიდგინეთ, მახაჩევი ცდილობს დააგდოს იგი, მაგრამ მადალენა სწრაფად დგება, იწყებს კომბინაციას ხელებით და აიძულებს მახაჩევს უკან დახევას. სწორედ აქ ჩნდება ბრძოლაში ყველაზე საშიში მომენტი. მახაჩევი იძულებულია იმუშაოს სროლებზე, მაშინ როცა მადალენა მღელვარე და ზუსტად დარტყმებს აყენებს. დუპლესისის აზრით, მახაჩევს მაინც ექნება უპირატესობა იატაკზე. ის ბრწყინვალე დაკონტროლებს პოზიციას და იშვიათად უშვებს მოწინააღმდეგეთს, თქვა მან. ის იყენებს წონის სწორ განაწილებას, ძლიერ ზეწოლას და ფსიქოლოგიურ ზემოქმედებას. როცა ისლამი ზემოდან გიჭერს, უბრალოდ ვერ სუნთქავ. ეს არის მისი იარაღი. არა მხოლოდ ფიზიკური, არამედ ფსიქოლოგიური ზეწოლა. მაგრამ პუარიე ამას ეწინააღმდეგება. ჯეკი არ არის ტიპური სტრაიკერი. მას აქვს ძლიერი ქორი და შესანიშნავი ბალანსი. თუ ის შეძლებს პირველ რაუნდში გადარჩენას, მაშინ მესამე და მეოთხე რაუნდებში მახაჩევს შეძლოთ ენერგია დაუკლდეს, რადგან ის ახლა უფრო მძიმეა. დაახლოებით 75 კილოგრამამდე ავიდა. ეს მას აძლევს ძალას, მაგრამ ამავე დროს ართულებს მგრანდობას ხანგრძლივ ბრძოლაში. გარდა ფიზიკისა არსებობს კიდევ ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორი – მენტალური მომზადება. მახაჩევი ცნობილია თავისი სტოიციზმით. ის არასდროს აჩვენებს ემოციას, არც მაშინ როცა იგებს და არც მაშინ როცა იღებს დარტყმას. ის ასოცირდება ერთ სიტყვას – დისციპლინა. ჯეკი კი პირიქით, მას ემოციები მართავს. როცა ის გრძნობს ხალხის ენერგიას, ის თითქოს უფრო ძლიერდება. მისთვის ბრძოლა მხოლოდ სპორტი არ არის, ეს არის საკუთარი ენერგიის გამოხატვა. სწორედ ამიტომ მისი სტილი იმდენად ხისტი და მოულოდნელია. ფანები და ანალიტიკოსები დაყოფილი არიან ორ ნაწილად. ერთი მხარე თulis, რომ მახაჩევი უბრალოდ სხვა და საფე კატეგორიის მებრძოლია, მას აქვს უნარი გაანადგუროს ნებისმიერი, ვინც მის პირად დადგება. მეორე მხარე კი ფიქრობს, რომ მადალენა სწორედ ის ადამიანია, ვინც შეძლებს ამ დომინაციის გარღვევას. არსებობს კიდევ ერთი საინტერესო დეტალი – კუთხეები. მახაჩევს კუთხეში ეყოლება ხაბიბ ნურმაგომედოვი, რაც ფსიქოლოგიურად უზარმაზარი პლუსია. ის არა მხოლოდ მეგობარია, არამედ მასწავლებელი, სტრატეგი, ადამიანი, რომელიც ზუსტად იცის, როგორ უნდა მოამზადოს მებრძოლი გამარჯვებისთვის. ჯეკის კუთხე კი შედგება მისი ძმისა და ავსტრალიული კლუბის მწვრთნელებისა, რომლებიც დიდი ხანია ამზადებენ მას ელიტურ დარტყმებზე ფოკუსით. ეს ბრძოლა უბრალოდ ჩემპიონობისთვის არ არის. ეს არის კულტურათა პირაპირება, დისციპლინა vs ქაოსი, კონტროლი vs ქაოსი, ჩრდილოეთის სიცივე vs ოკეანის ტალღა და ბოლოს პროგნოზი. თუ მახაჩევი პირველ ორ რაუნდში შეძლებს დომინიებას და კონტროლს იატაკზე, დიდი შანსია, რომ ბრძოლის მეორე ნახევარი უკვე მისი ტაქტიკის გაგრძელება გახდება და გამარჯვება გადაწყვეტილებით ან ჩოკით დასრულდება. მაგრამ თუ მადალენა მოახერხებს ბრძოლას ფეხზე შენარჩუნებას და მოარტყმავს სერიოზულ დარტყმებს, მახაჩევი შეიძლება აღმოჩნდეს სიტუაციაში, სადაც მისი დაცვა პირველად ვერ გაუძლებს. ამიტომ ეს ბრძოლა სრულიად გაუთვალისწინებელია და სწორედ ამიტომ გახდა ეს ასეთი დიდი ამბავი. მითხარით კომენტარებში, თქვენ ვის უჭერთ მხარეს, მახაჩევის კონტროლს თუ მადალენას სიღიჯეს. და არ დაგავიწყდეთ გააზიარე ვიდეო მეგობრებთან, რომ უფრო მეტმა ნახოს ეს განხილვა და ერთად დაველოდოთ 16 ნოემბერს. ღამეს, როდესაც UFC-ს ისტორია შეიცვლება.